დღეს, აი ბოლო გადახედვით თუნდაც, რა არის ეს მოსაზღვრე მდგომარეობა და რა ტიპის ჯგუფებს ან კლასტერებს მოიცავს თვითონ იგი? შტერნმა დაარქვა სახელი, როდესაც თავის საქმიანობას აწარმოებდა, გამოარჩია ადამიანების ჯგუფი და თქვა, რომ ეს ადამიანები პარადოქსულად აზროვნებენ როგორც ნევროზული ტიპის ადამიანები, მაგრამ თერაპიულ პროცესში თუ მედიკამენტოზური მკურნალობის დროს პასუხს იძლევიან როგორც ფსიქოზური ტიპის ადამიანები. სამშაბათს 20 საათზე ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი ნინო მენაღარიშვილი სტუმრად გადაცემაში ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. ძალიან ბევრი სასწაულის მომსწრეები ყოფილვართ ჩვენ და ვართ დღესაც, როდესაც ხდება რაღაცა კომპლექსურად და რაღაც ერთიანად მიდგომა, როგორც თვითონ ამ პიროვნების პირველში მისი მხარდამჭერი ჯგუფი არის მნიშვნელოვანი.